დიახ ქალბატონო ელენე ვარ დიახ გავცივდი დიახ დილიდან სიცხე მაქვს და საშინლად მახველებს აი ხო გესმით დიახ არა და რამდენი საქმე მაქვს სამსახურში ვეცდები რომ მალე გამოვჯამრთელდე და მალე გამოვიდე სამსახურში დიახ ქალბატონო რუსუდან დიახ აი მეც ვიფიქრე ბრონქები ხომ არ არის მეტი გამოვჯამრთელდი მაშინვე მოვა სამსახურში კარგი ნახვამდი კარგი ხოჭა ისე წელიწადში ერთხელ სამსახურის გაცდა ძალიან ცუდი საქციელი არ არის ძალიან ცუდი საქციელიც არ არის ეს რატო მოვიხურეთ რას ქვია თეკლა რატო გჭირდებოდა როლში რომ შევსულიყავით მაგითო შევედი ესე ადვილად როლში თეკლა ესე იგი დღეს მთელი დღე სახლში ვართ არსად არ გავდივართ უყურებთ ჩვენ საყვარელ სერიალს და ბევრი სასუნთქნაო მოვამზადე ამ ყველაფრისთვის მართლა ელენე რა კარგია მოიტანე რა რამე რა გვაქვს ესე იგი გვაქვს იოგურტი 0 კალორიით გვაქვს სადღაც შრის ნამცხვარი ლუდი გვაქვს უალკოჰოლო ხო და ნაყინი გვაქვს დიაბეტური რომელიც ამოგიღო აი რა კარგია ელენე მე ჩავალ მაღაზიაში და ამოვიტანე თეკლარა აი მე სულ დამავიწყდა ლაშას უნდა დაურეკო ხო ისა ელენე ლაშა ბაკურიანში თავის ყოფილ ცოლთან ერთად არის თუ მარტო ბავშვებთან ერთად არა თეკლა რა ყოფილ ცოლთან ერთად არიცი მაგისი ცოლის ხო ლაშა როგორ ხართ ნიკა ხო არ გაბრაზებს ლაშა გეხვეწები ყურადღება მიაქცია რომ კარგად ჭამოს რა საჭმევ ლაშა ნორმალური ხარ ბავშვს ნუ აჭმევ გაცივდება ლაშა რა დაგემართა კარგი რო ადგები დამირეკე რა მოხდა ელენე რა თოლი დაიწყო სერიალი რატი მოდი რა დივანთან მივიყვანე რა რატი დივანთან მივიყვანე რა რატი არის რატი როგეძახი დივანთან მივიყვანე მე ამდენი ხანი რომ გავარი კარგის ისე რატი რა იყო ბაგა რა იყო რატი ამდენი ხანი რომ გავარი და გეძახი დივანთან მივიყვანე მე კარგის ისკას რა მიდი ისე ვიგდა დექი და მოვალ ცოტა ხანში
რას უყურებ რატი? აუ, მაგარი გოგო გადმოვიდა პატა იქ მეხუთე სართულზე. აუ, ძალიან. ხო, ვერ გამახედებთ, გამოვანახებთ. მოიცა პატა, ეხლა გავიწყებ. საათნახევარია სულ რაღაც, დამაცადე. რატი გამოდი ფანჯიდან? რატო უყურე პატა? გამოდი რატი ფანჯიდან? რატო გამოვიდე? იმიტომ რომ ჩემი სახლია და არ ვახირავებ მაგ ფანჯარას, გამოდი ფანჯიდან. კარგი. აი. რა? 1-0. ო. მიდი. რა ნურბი მათხოვეთ, თიმასე. მათხოვეთ. არ გათხოვე. კარგი. მაშინ ნახევარ ფანჯარას გაგიცვლი დურბინში. რად ნახევარ ფანჯარას გაგიცვლი დურბინში, რატომ მიყურებ ეგრე? არ მინდა. რატი ნახევარ ფანჯარას გიცვლი დურბინში რა არ გინდა? არ მინდა. რატი ნახევარ ფანჯარას გიცვლი დურბინში, რატი? ნახევარ ფანჯარას გიცვლი დურბინში. ხო, კარგი, გაიხედე, ხო ცოტა ხანი. 2-0. ხო, მაგარი გოგო. აი მე რატი ნათელაბებია მოგეწონა? რა ნათელაბებია პატა, სად იყურები? მეხუთე სართულზე მეთქი, მეხუთე. მეხუთე? აჰა, 12, 11, 10, 9, 7, 6, 5. აჰა, გახეგები. ვაი მე რატი მართლა რა მაგარი გოგოა? ო, ძალიან. რა საკეთებ პატა? რა საკეთებ? კაცო იქნება ის გიყურებ და მარჯვენა ყოფის ვახვედრეთ რა. საკარგია იცი, ხანდახან გოგოები ესე მარტო რომ ვართ ხოლმე არა? აი ხო, გიჟდები, რაზეც კიდე ილაპარაკე. უი მართლა ელენე, ეპილაციაზე როდის მიდიხარ ჩამწერე რა? ეპილაციაზე მივდივარ ხვალ და ჩაგწერ. თეკლა იცი რა? მე მგონი ეს მამალია. მამალია და გავიყვან ამას და ცოტა მეუხერხულება ამასთან საუბარი და უი ელენე, გუშინ ღამე რო ყვირო დიხვიხვიო დაგესიზმნა? არა თეკლა რა დამესიქნა, საწოლში ვნახე ცხადში. სად არის? იხვი? არა თეკლა რა იხვი, ჩემი ბეჭედი ოქროსი ბრილიანტის თვლები დედამ რომ აჩუქა. აი ელენე აკეთება სადმე რა შეხო არა იღე. აი ელენე როდის იყო მე შენს ნივთებს ასე დაუკითხავად ვიღებდი? არა სად უნდა წასულიყო? ელენე შენ საყურეებს მათხოვებ? თეკლა აბა შენ დივანის ქვემოთ შეიხედე, მან ხო არ შეგორდა. ნახე იცი რა ელენე საყურე ვერა, მაგრამ სამი ნაჭერი კარაქიანი პური ვნახე. ნიკა ტყუილად უყიდე ის ბურთი. როცა გადავყრიე ხვალე ამას. ვაიმე ელენე, დღეს დილით მაგიდიდან რაღაცები ავიღე გადავყარე და შეიძლება შენი ბეჭედიც გავაყოლე და ჩადი ახლა ქვემოთ და კარგი მე ჩავა. ელენე შენ რა ჩახვიდე რა? თეკლა მე ხო შენ მე ჩავა მე რა დავაკი ხო ესე ნეტა შორიდან უფრო ქარიზმატული ჩვენ ვარ თუ ახლოდან ჰა? გაცილებით. რა გაცილებით? 3-0 რა გაცილებით? მე რა ქვია რა სახელი ხო არის? არ ვიცი. აუ ისეთი ლამაზია მე მგონი აფროდიტე ერქმევა ამას, გეუბნები აფროდიტე. ხო. აფროდიტე. ო მაგას აფროდიტე ქვია და მე-6 სართულზე სპორტულებიანი კაცი სიგარეტს რო ეწევა, იმას ზევს. 3-1. რატი ნახე რა ისეთი ლამაზია, რატი რომ ბეღურებიც კი მარტო ამის აივანთან ჯდებიან, რატი შეხედე. შენს დაყარე მათ პური და შენ აივანზეც მოვლე. 4-1 რატი 4-1. თქვენი დრო გავიდა, დაამატებთ თუ დურბინს დააბრუნებთ? რა ხდება რატი ფანჯარა აღარ გინდა? ჰა? ფანჯარა რატი? ხო, კარგი. ნახევარ საათი ქონეს, ოღონდ დღეს ბაყახ შენ დაბან. ბექა ქვია მაგას, ბექა. ხო, აი, ბექას. დაიმახსოვრე. აუ, რატი ნახე რა, აპრილში რა ლამაზია და ივნისში რა იქნება არა, ჰა? ბაყაყი? ბექა.
კარგი, მოდი, გაიხე. მოდი, გაიხე. თემეში. აღარ მინდა. აფროდიტე. წავიდა? ხო, წავიდა, აბარაკა, 5-5-5-მდე იყო მოგიგე. აფროდიტე. წესით აქ უნდა იყოს. აიმე რა ხდება? სულ ელენეს გაკეთებული საჭმელებია. აიმე საწყალი კატებიც არ ჭამენ. ეს მაწონი არ გინდას. ამჟავებული. მადლობა. ელენე ვერ ვიპოვე და დავანებოთ რა თავი რა. ბოლოს მე გიყიდი ამ ბეჭედს რაღის. კარგი მოძებნი კი არ მეზარება რა. თეგლა. შასაკეთებ აქ. ასეთ შვენიერ დღეს ამინჩი. რას ვაკეთებ და ვალაგე ბატონო ფრიდონ. მე ზოვი რომ მოვიდეს, ხო იფიქრებს როგორი ხალხი ცხოვრობს აქ. მომეცით აქ მომეცით. არა მომეცით. აი უხდება ხო? თუ არა, აი ესე უკეთესია. და თქვენაშევით ბატონო ფრიდონ. ვიცი. ცოლს მინდა შეურიგდე და არ ვიცი როგორ. შენი სარკმლის წინ დაგებულას ფალტს კიდევ 1000-ჯერ გავცვეთ მუხლებით. ფარხმალს არ დავყრი? ვიდრე ამ ამბავს არ დავასრულებ მე შეუღლებით. აი ეს ლექსი მინდა მიუძღვნა და რა ვიცი, ლექსი ჯობია თუ ოქროს ბეჭედი ბრილიანტისთვლით. ოქროს ბეჭედი ბრილიანტისთვლით? ხო, რაღაც ოქროს ბეჭედი მაქვს და ვიფიქრე, ვაიმე. ნუნუ მოდის, წავა მეთორი დაიწყებს ახლა ლიფტის ფულიო, განდის ამბებს მომიყვება. განდი ვინ? რა ქვია მაგის გოგოს? ინდი. ო, ინდირას ამბებს მომიყვება. მერე კიდე მოყვებამ ემზარის ვაშკაცობის რა ჟეჟეს იმ დღეს. ნუ არ მიშველებოდა ხო? გავკეთავდნენ წემი. რა შულობს იცი ნუ მუშტი აქვს უროსავით წავედი. ფრიდონი იყო ხო? დიახ, ფრიდონი. ვერ გამოვიჭერე ერთი კაცი რა. ლიფტის ფულს ვერ ვახდეინებ. რა ვიცი აბა მეც ისე დღეში ვარ ჩემი ნდირას მინდა ფული გაუგზავნო, მაგრამ საშუალება არ მაქვს. და იმზარი? რა იმზარი? არაფერი. ფრიდონა, დაგავი გადაყარა ხო? დიახ, მაგარი. და რო კითხო ლიფტის ფული არ აქვს და ნაირ ნაგვებს კიყრის აქ. გასაკეთებ ეკლა? მე? ხო. კარგი ამინდია და მზეს ვეფიცხები. აი, გაზაფხულის სურნელს უნდქავ. და საქმეები რა წოდაცია? ხელთათმადები, მაინც მატყუარა ამინდია და არ მინდა გავუთამამდე. კარგი. წავალ ოქროს ბიჟაზე მინდა წავიდე. ოქრო? ხო. ერთი პატარა ბეჭედი მაქვს ბრილიანტის თვლით და მინდა გავყიდო და ფული ჩემი ნდირას გაუგზავნო. მენალება, მაგრამ რა ვქნა? კარგი. მოიცა. ორივე მოკრო. თან აქ მე ვერ პოულობ. მოიცა, დავიჯერო ნუნუ თუ ფრიდონმა. იფიქრეთ ეკლა, იფიქრეთ. მაგრამ მოიცა და სახში ადი და ისე იფიქრე აქ სუნია. არა. ვაი, რა იყო რა პრობლემაა, ვერ გავიგე ხო? მე ყველაფერს მოვაგვარებ, აბარა, ხო იცი რა უშიშარი ვარ, ხო იცი, აბარა, ხო, კარგი, ხო. არის მე მგონი არ იყო ცუდი და რა. მოდი, აბა ახლა მოვთ. კარგი.
არა რა პრობლემაა კაცო ყველაფერს მოვაგვარებ ხო მიყურა გასაკეთებ პატა 4 საათია უკვე ნემსი გასაკეთებელი ადრეა ჯერ რა იყო რა გჭირს ვერ გავიგე რა ადრეა 4 საათზე არ იკეთებ ნემს რა იყო გეშინია ნემსი რა მეშინია კაცო გეუბნები ადრეა მეთქი ხარ ჯერ ესეთი 4 არ არის 4 უკვე 1 წუთი აი შენ უნდა გამიკეთო მე ხო არა პატა მე არა მე როგორ 4 საკლია რაღაც წუთებია შეგთხოვნა რა თქვი და მე რა მენდობი პატა რატო არ გენდობი რა მოდი ნებში გამიკეთე არა გამიკეთე მოდი გამიკეთე არა პატა გაჭირდი რა საპარაკო ხელები მაქვს დასვლილი საშიშია თუ გინდა ნუნუს დაურეკავ და მოვა რა ისა რა ნუნუ კაცო მაგისტრის ლიფტის ფული არ მივიცია მინდა ეხა ნუნუ იქნება დამაჭედო დივანზე რა ნუნუ მაშინ ელენეს ვეთყვი დაურეკავ და რა თუნდა ელენეს დაარეკვა რა თვითონ მოვა დააცადეთ ასე გეშინია პატა ხო რა მეშინია კაცო შენ მე ხო მართლა ხო აუ რა ვქნა რა მართლა ძალიან მეშინია რა თან წარია რაღაცნაირი ის ნემსი კაცო არ მინდა მაშინ შენ გამაყუჩებელი გამიკეთე და მე ის ნემსი გამიკეთე პატა გამაყუჩებელის რო ნემსია კარგი ხო ვაიმე დედა რა გოგო მაინც უკვე ვიტირებდი კაცო პატა მოიწმინდე ცნობლები შეხდენი ელენე მოვა ეხლა და მოიწმინდე ვაიმე რა ტელერე მოვიდა დამბალი სადა ხარ ამდენი ხანი ელენე რა არის მე სადა ხარ ამდენი რაღაცას ვეძებდი პატა და დამაგვიანდა ბოჯიში მე რა თქმა უნდა გაგერძელებინა კაცო მიდი მოძებნე რა პრობლემაა თუ გინდა მოგეხმარებით არა იყოს იყავით მე მოძებნი იყავით ხარ იქიდან მე მოძებნი იყავით რა უნდა მოძებნო პატა რა ჭირს ამას ნემსის ეშინია ხო მე მაგას ხო არ უნდა გავუკეთო ხო მაგრამ სხვას რო უყურებენ მაგის ეშინია პროცესის ეშინია თვითონ ხო ხტები ხო კიდე კარგი შენერგეშინია ხო აბა კიდე კარგი ხო ვაიმე ელენე ის მე უნდა გამიკეთო ნემსი რომ ეშინია კარგი რისი გეშინია უცებ გაგიკეთო უცებ რა ვისა აქვს სარკიჩქარება კაცო აუ რა უნდა მოგიყვე მართლა ელენე აუცებ კი არა რა უნდა მოგიყვე ისი ჩვენ წინ კორპუსში გადმოვიდა გოგო ისი რა ლამაზი გოგო ელენე მაგის გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ ხო და გადავწყვიტე ეხლა რა ვქნა იცი რომ ოქროს კბილი მინდა რომ ჩავისვა და აქედან მივარათო ხოლმე რა თქმა ხო კაი აზრია ხო კარგი თან ოქროს მაქვს ოქრო გაქვს? ასე კეთილი. რა იყო ელენე? ფაქტი ჩემო პროფილმა მოგუნოს, ხა თუ რა მოგივიდა? არაფერი პატა, რაღაც ის ჩავფიქრდი. ბატონო, კინაღამ დამავიწყდა, 2 თვის ხილას მოგცემთ, იმიტომ წინასწარ მე არ მინდა რომ დამავიწყდეს რაღაცაში გავთვალა დამავიწყდება და ბატა ხო რა იყო ელენე? არაფერი პატა, რაღაც არაფერი. კაი, გასაგებია ელენე, ხო, ყველაფერი გასაგებია. ხო, აღარ დაგიჟდებია მარჯვენა პროფილით, მარცხენაში დავჯდები, წამოდი, ხა. წამოდი, მაგრამ აღარ უნდა გამიკეთო, წამალი აღარ არის და ყურადღება თუ არ გამიკეთო, გაგაბრალდე თუ რა არის ვერ გავიგე. როგორ არა არის წამალი, წამოდი. წამოდი, ხა, თუ არის გამიკეთო, წამოდი. ოდი. არ მინდა ელენე რა ისე. მეშინია. ოქრო. ტატო შემოდი. არა, თეკლა ვერ შემოვა მეჩქარება. იცი რატომ მოვედი? 11 საათზე სამსახურში რო არ მოხვედი. ვიფიქრე სად არის მეთქი. 12-ზე რო არ მოხვედი, მივხვდი რომ აგვიანებდი. პირველ საათზე ვიფიქრე რაღაცა მოხდება. 2 საათზე ვისადილე და არაფერი მიფიქრია. 3 საათზე წამოვედი უკვე მეთქი რაღაცა მოხდა. აი, დიდი მადლობა ტატო, მაგრამ რატომ მიწვალეთ აგერეკა? ვისთან და დამერეკა? ტატო, ჩემთან და გეკითხა რა გჭირსო? ხო, მართლა რა გჭირდა რა მოგია? ტატო, ელენე არის ძალიან ცუდად. ელენე არის ძალიან ცუდ.
უი ხო, ცუდად არის. და რა? გამახსნა და ბიჭედი დაკარგა და ძალიან ცუდად არის და ვერ დავტოვე. ბიჭედი დაკარგა ელენემ და იმიტომ არის ცუდად? შემოდი. ელენე. ბიჭედი რომ ვიპოვოთ კარგად გახდები? კარგი რა ტატო, როგორ უნდა ვიპოვოთ, აი როგორ. ვიპოვით, მე აქ არა ვარ. ამ საქმეს მე გამოვიძიებ თეკლა და ჯექი. თეკლა და ჯექი. ეჭმიტანილი ყავს ვინმე? ეჭმიტანილი ესე რამდენიმე ადამიანზე ვფიქრობთ, მაგრამ სათითაოდ ყველა ჩამომითვალე. სათი. ხო. ნუნუ. ნუნუ რატომ? რატომ არის ეჭმიტანილი ნუნუ? იმიტომ რომ თქვა ბეჭეც ყიდიო. აჰა, ნუნუ თუ ბეჭეც ყიდის, რა თქმა უნდა ეჭმიტანილია. ყოჩახ თეკლა შემდეგი. ფრიდონი. ფრიდონი, რატომ ფრიდონი? ფრიდონი იმიტომ რომ თავის ცოლს უნდა აჩუქოს ბეჭედი. აჰა, თავის ცოლს უნდა აჩუქოს ბეჭედი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ეჭმიტანილია ფრიდონიც შემდეგი თეკლა. რატი? რატი? რატომ რატი? რატომ რატი? ნახე რა კარგად გამოვიდა, რატომ რატი? ხო. რატი, იმიტომ რომ პაატას წინასწარ გადაუხადა 2 თვის ქირა. ესე იგი, პაატას გადაუხადა ბინის ქირათან წინასწარ ეჭმიტანილია კი? რატიც ეჭმიტანილია? ელენე, შენ რას ფიქრობ ეჭმიტანილია რატი? ალბათ. ალბათ კი, აბსოლუტურად მართალი ხარ. ეჭმიტანილია. შემდეგი პაატა, რატომ პაატა? ოქროს კბილი უნდა ჩაისვას. ოქროს კბილი უნდა ჩაისვას. კი? მართალია, თუ ოქროს კბილი უნდა ჩაისვას პაატამ, რა თქმა უნდა ეჭმიტანილია. გამოძიების პირველი და დაუწერელი კანონი. ძარცველის სუნს უნდა დავადგეთ. ძაღლი ყავს? ძაღლი არა, მაგრამ აი, იხვი ყავს. იხვია? იხვია. როგორ გავს ნამდვილთან? ყიყინებს თუ არ ყიყინებს? დასაკოქია? არა, ნამდვილია. ნამდვილია? როგორ გავს დასაკოქს? ავია? ავიამეთ კი ყიყინებს? თეკლა. სამოდი გაგაცილებ გეჩქარება და ესე იგი, თუ იხვი არ აყიყინდა, მაშინ ძარცველი შინაური იყო. და ბეჭედი იმან გაიტანა და საიდან გაიტანა? რა თქმა უნდა კარიდან, რომელი კარიდან? მე არ გამოვრიცხავ რომ ამ კარიდან. ანუ ძარცველი შემოვიდა. ეს აქ იყო დილით. კი ეს თუ აქ დგას. ესე იგი ესეა შემოსულა, შემოვიდა ესე. წამოვიდა, მოდი. ეს არის? რა? ნაფეხური ელენე, მოდი აქ, ნაფეხური, ეს ახლა შემშეული ქონდათ? არა, და აშკარად კაცის ფეხსაცმლის და ნაფეხური. აშკარად. კაცის ფეხსაცმელია და თუ ძარცველი კაცია და კაცის ფეხსაცმელიც აცვია, მე არ გამოვრიცხავ რომ შარვალიც ეცვა. ანუ ესე იგი, კაცს ვეძებთ, რომელსაც აცვია კაცის ფეხსაცმელი და შარვალი. რა კარგია საქმე, ესე იგი ნახევრად გახსნილი. ყოჩა ელენე, ყოჩა. ელენე მომისმინე ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ ნუნუ გამოირიცხა. აშკარა, ნუნუ გამოირიცხა ელენე. არა, ნუნუ როგორ გამოირიცხა? როგორ? აი წარმოიდგინე ვითომ ნუნუ ჩაიცვა ემზარის ფეხსაცმელი, იმიტომ რომ მალი დაებნია, ყოჩა ელენე. თეკლა რას აკეთებ? კინაღამ გადისხდა ეჭმიტანილი ხელიდან. ავიცი და კარგი, ნუნუ ისევ დაემატა, ისევ 4 ეჭმიტანილი. ყოჩა თეკლა, ყოჩა. ერთი წუთით ეხლა მე გაგაცნობთ ჩვენი მოქმედების გეგმას. პირველი, შემოყავს ეჭმი ტანილი, მართალია, ყოჩახ. დავაკვირდებით ფეხის ძ. ვაკვირდებით ფეხის ძირს. არა თეკლა, ზე. ძირზე. ძირზე. ვაკვირდებით ფეხის ძირზე და ამის პარალელურად ვახსენებთ ხშირად სიტყვა სიტყვა ოქროს უნდა გემართა. არც ერთ ყოჩახ. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უნდა დავკითხოთ ეჭმიტანილები. არა, მე ვერ დავკითხავ ვერავის, მეზობლები არიან მერიდება. რას ქვია, ვერ დავკითხავ ელენე. დაკითხოს რა უნდა, თუ გინდა მანამდე ვირეპეტიციოთ და მე დამკითხეთ მანამდე. მოდით ეკო მიდი დამკითხეთ. ტატო, შენ მოიპარე ხო ელენეს ბეჭედი? არა, დედას გეფიცები, მე როგორ მოვიპარავდი, მე ხა მოვედი. ვიცი, ტატო, ვიცი. თუ ვიცი, რას მაბრალებ, აბა, რო დაიკარგა მე მერე მოვედი. ტატო, ვიცი, რეპეტიციობ, მე რო რეპეტიციობ, მაგის გამო უნდა დამაბრალო, აქ ბეჭედი მოიპარაო. მივხვდი. მე
არ გამოვრიცხავ რომ 4-ვე ეჭმიტანილი ერთად მოქმედებდა. ატო ერთად როგორ? როგორ და პატამ გააღო კარი. რატიმ აიღო ბეჭედი, ნუნუმ გაყიდა და თახა გაინაწილეს. ფრიდონი? ფრიდონი? ატარო შემოვიდა წეგან კარი ხო არ დაუკეტია ჯერ. ხო? ხო. შემოვიდა ფრიდონი, დატოვა ნაფეხური და გავიდა. მარტივია როგორც 3-ჯერ 4-12. რა 3-ჯერ 4-12 დატო პირველად გავიგე ეგ. რა გაიგე პირველად? მათემატიკას არ სწავლობდი სკოლაში? არა, მათემატიკას სწავლობდი. მერე ის გამონათქვამი არ გაგიგია 3-ჯერ 4-12-ია? გამონათქვამი? 4-ჯერ 6? ხო. 5-ჯერო? სხვა გამონათქვამებიც იყო, უბრალოდ ყველა არ მახსოვს. მე შეიძლება გავახო. არა. თქვენი გვაქვს? გვაქვს. ჭადის თუ პურის? პურის რა თქმა უნდა. უნდა გამოვაცხოთ. რა პური უნდა გამოვაცხოთ? ამ ქვილს შემოსასვლელში დავყრით. შემოსასვლელში დავყრით. მერე შემომსვლელი ფეხი ჩადგავს, ყვალს დატოვებს. აჰა, ანაბეჭდი გვექნება. აიმე, ყოჩახ, დატო, რა კარგი ბიჭი ხარ. ბოდიში რა წეღან შენზე ცუდი რაღაცები ვიფიქრე და კარგი, გავაღოთ კარი. აიმე, რასაკეთებდი? ვიფიქრე სადარიან მეთქი და მოგზადეთ. უიხი. ой, что მოვიყავთ? მქვრი დაგეპნათ. არავითარ შემთხვევაში არ მოგაო. ბარაქას გაანიავებ. ხელით მოწმინდე. დედა რა კარგი ბიჭია. ვინ არის? ჩემი თანამშრომელია. ატო. ნო. გაუწოდოა. ხა, ისეთი მულიშვილი მყავს ოთახიდან ოთახში არ უშვებენ ისეთი ლამაზი არავინ მოიტაცოთ. აგიტაული ცოცხლს მოვიდან. ერთი წუთი. მე მანამდე ეჭმიტანილებს დავკითხო. კარგი დატო, დაკითხე. ოღონდ პირდაპირ ნუ კითხავ, ცოტა შორიდან მოუარე. გასაგები. ჩემი მული კი არ არის არაფრის ღირსი, მაგრამ ის გოგო ისეთი ლამაზია. ოთახიდან ოთახში არ უშვებენ, ქაბატონო, მაგრამ მე რა ვქნა, მე ვერ შევძლებ რომ შევახვედრო და ისევ თქვენ. რა ვიცი მე. იცნობდა რა ვქნა. ქაბატონო ნუნუ. დიახ. შეიძლება გაგესაუბროთ? ვაიმე, კი, როგორ არა. დიახ, მოგზადეთ. მკითხეთ. დიახ, მკითხეთ. ერთი წუთით? ცოტა შორიდან უნდა შემოგიარო. ქალბატონო ნუნუ. დიახ. რა მუსიკას უსმენ? მუსიკას? რა ვიცი, ჩემი ემზარი თუ წაიღიღინებს ხოლმე რამეს სახში. ჩემი ემზარი თუ წაიღიღინებს ხოლმე რამეს. ქალბატონო ნუნუ, ძალიან დიდი ბოდიში უნდა გამოვგაო. არა დგეთ ქალბატონო ნუნუ, არა, როცა ვინმე გვის ადგომა არ შეიძლება ამბობენ ბარაქა არ ჯდება სახში. არ ვიცოდი. მე თვითონ, მეცი აი არ ვიცოდი, აჰა, ეყოფა. დედა. ოქრო. მე მგონი გული გამისკდა რა. სულა ხარ დაწეკი, გერიდება, გელესოდი არ გამგაცავა. გავანებეთ ავი. კარები ამით გაარი. ერთი წუთით. თქვენ გაყავთ. ხი. გამარჯობა. მიამახო გააჭირა საქმე. რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე ფრიდონ შვანგირაძე, არტისტი. ტატო, აქეთ მობძანით, აქეთ ძირს არ დაიხედოთ უკვე და. ხა, ფილი. მოგზადეთ ბატონო ფრიდონ. რატო გემართოთ? რადა წელი მგივაგაც. ლაშა რაღაც ახალი მალა მომავსო და არ მოსულა. არა, ლაშა ბაკურიანშია. ბაკურიანშია. დიახ. ბატონო ფრიდონ, წელზე რა გჭირთ? რა მჭირს და ახალი სპექტაკლი დავგით. ყოჩი ვარდას პაექრობა, ორთაბძოლა. ხო და სპექტაკლის ბოლოს ესე ვაბიჯებ ყოჩი ვარდას ფეხს, ესე ვაბიჯებ ამის რეალ და ფეხი და დავეხეთქე. ბატონო ფრიდონ, თუ შეიძლება ერთხელ კიდევ რო გვაჩვენოთ როგორ წაიქესით. როგორ წავიქეცი ამის რეალ და ფეხი და გავუვარდ. არა ბატონო ფრიდონ, თქვენ ესე არ წაქცეულ ხართ, აი წეგან როგორ წაიქესით. ფეხები რომ ზევით აწიეთ. აი ისე წაიქესით. აბა წაიქესით? ეს ვინა? ატო. თეკლას თანამშრომელი. ატო. ეს ჩემი მული. ვიცი, ქალბატონო ნუნუ, გავი. რატია მე აივნიდან გადავიდი და ეს ისე. მე იყო დილი? არ ვიცი. არა. მე ამალაკია.
ვაიმე, რა ხდება? რა არის რაკი მან რა ხდება? არაფერი ქალბატონო ნონო, ისო გოგომ გაიარა. ხო ჩხუბობ ჩემი ემზარი. არა, გოგომ გაიარა წინა კორპუსში და ცხოვრობდა ჩემი სახლიდან. ახამთი გავაყოლე ფალი. სამხელა ნაბიჯები დადის ეს ხალხი გავგიჟდია. ოქროს ვიყიდი. ამით არის? არაფერი, ოქრო ხო არ გაქვს გასაყიდი მეთქი. არაფერი. ტატო, წამოდი ერთი წუთით. ბატონო ფრიდონ, ეს ბიჭი ვინა? დატო. უთხარი წავიქეცით ხო და წავა. აცავა და წავიქეცინე. მიწავიქეციო, მაგრამ ფეხიცა. ლაშა არის სახში. ლაშა არ არის სახში, ბაკურიანშია ისვენებს. აქ დაიღალა დასვენები და ეხლა ბაკურიანში ისვენებს. ხო. აკუ რატი აქა? ზაკი. აი ხო რა გიჟივით გამოვარდი, ვერ გავიგე რა. კიდევ წამიხეთ და გადამერე რა დასწია ვერ გავიგე რა ხდება. რა იყო ლე მე თორე გახსენ თუ რა არის ვერ გავიგე. ვა, შენ საკა ხარ ტატო? მოიყვანე სოლი თუ დადიხარ ისევ მარტო. რა შევი როგორ? ახტება რაღაცა. აუ ეს ფეხი. აუ ეს ფეხი კიდე. აუ ეს ფეხი. რა გჭირდა რასაკეთებ ერთი მითხრა? რა ვიცი, მეთქი სრუმოძრაობას გავაკეთებ იქნებ დავინახო მეთქი და აი მე ტატო მოდი დაჯექი ერთი წუთი. შენ რაღაცა გაწუხებს, რაღაცა კიო მოდი მომიყევი დაჯექია, გაბარაკჭის. ერთი წუთი პატა. რაღაც კითხო მინდა დაგისვა. ვაი, მკითხე ტატო, მიდი მკითხე. ერთი წუთით. მე მაინტერესებს რას აკეთებდით დღეს დილით 12 საათზე, პატა რას აკეთებდი? დღეს დილით 12 საათზე? აი რა ვიცი, რას ვაკეთებდი? მე გონ სახში ვიყავი და ნემს ვიკეთებდი, რა ვიცი. სად იკეთებდი ნემს? ეს ვერ არის ხო მე? ლენი პატა რაღაცას მალავს, რაღაცას არ ამბობს. კარგი, დავშვიდი ჯობია რომ არ თქვას. ხალხო, რა ჩემოდი ელენე, გაკვირდები და რაღაცა ეს თქვა გინდა და გითხარი რა. გითხარი, ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ. გეტყვით კარგით, სახლიდან დამეკარგა ძვირფასი ნივთი. თუ რომელიმე შემთხვევით გაიტანეთ, ისე შემოიტანეთ და დადეთ მე ნუ მეტყვით, ძალიან დიდი ბოდიში. მე წავალ, მე მგონი ემზარი მეძახის. ხო, მეც გავალ სახში დაველოდები ლაშას. ის გოგო ხო არ მოვიდა ნეტავი გავხედავ მაინც. მე ამს ვიზეზე აღარ დამიტოვე და ისე გავალ უბრალოდ. აი ეს რა ვქნა. აბა კარგად იყავი ტატო. რა ნე თორე ხნი ვერ გავიგე რა. აბა კარგად იყავი. შეიგი ამ თელ სახში უნდა დამეყარა ქვილი მე მგონი რა. აი მე ბეჭედი ვიპოვე. აი აბაზანაში იხს გადაუხვაპავს. აი რა ვიცი და იატაკია მოსაწმე. ბეჭედი. სიყოვით რა, ესე ფაქტობრივად გამოჭერილი მყავდა იქ მიტანილი რა. ეს ანა ბეჭდი ვისია? აბა მეც იქ მაინტერესებს ან ვისაცვია ჩემნაირი ფეხსაცმელი. აი თუ ყველა გამოყოლი ჩემნაირი ფეხსაცმელი. მაზიკავა ძალიან ეს ალბათ სადმე წვეულებაზე უნდა ჩაიცვა. ხო, და ეს ნახე როგორია ზაფხულში ალბათ ზღვაზე რა კარგი იქნება თან გრილია ნახე. თეკვა, ეს რა აცვია? სად უნდა ჩაიცვა? აი მე რა ვიცი ელენე, ამას აცვია საერთოდ რამე? აბა. რა ვიცი. მე გავაღებ. კარგი. გამარჯობა, მოგზანდი. არა იყოს. აი ეს ყოფილი 8 თვის წინ წვნიანი მომეც და ვიღე დაგიბრუნებ. მადლობთ. ნახვამდის. გამარჯობა, მოგზანდი ბატონო. არა, თქვენგან ციგნი მქონდა გატანილი და დაგიბრუნეთ. მადლობთ. მოგეწონათ? თავიდან კი მე არ ვიცი არ დამთავრებია. დაამთავრეთ, წაკითხვა და მე დამიბრუნეთ. როგორ გეკადრებათ? ელენე, აღარ დაკეტო, არა კიდე მოვავიდნენ. არა თეკლა, აღარავინ აღარა.
გამარჯობა, მოდი. არა, მეჩქარება, აი თქვენი მობილური დამტენი იყო ჩვენთან დაგჭერთ და მაგოთ. გაჭირს ამ ხალხს. ვიყავი, შენ დაიღლებოდი, მე გავაღე. მომეცი. რა უნდა მოხდე კაცო? გლაშებით ლაშა სახშია? არა, არ ჩამოსულა, გინდა და რამე პაატა. არა, ფერა უნდა მოხდეს. სუი, მოდები ჩვენებას უყურებთ. რა კარგია ხო? კარგია. ვაიმე, რა ლამაზი გოგოები არიან არა, ხო? ნახე, აი ეს რა ლამაზი გოგოა. რა მაინტერესებს იცი? აი ესეთი გოგოს მოცოლად მოყვანა ეხლა, აი რომლის ის აი თუ არა, ხო ხედავ აი რა ლამაზი გოგოა, ხო აი. ხედავ. აი ეს გოგოს მოცოლად მოყვანა, ზვიჯდება თუ იცი შე. ძალიან. ხო, მართლა ძალიან, ხო, კარგი წავალ მაშინ თუ ძალიან ზვიჯდება. კარგი ელენე, კარგად იყო. ისა ძვირი მაინც დაახლოებით რამდენია ძალიან ძვირი ხო არ იცით? კარგი წავალ მაშინ ხო. კარგად იყო. ელენე, ეს საიდან გაჩნდა? იხვი?